სამყაროში, სადაც ასე ცოტა დარჩა სიყვარულის და სადაც ერთადერთი გადარჩენის გზა კაცობრიობისთვის არის სიყვარული და რაზეც დგას სამყარო საერთოდ. როგორ შეიძლება აქ რამე დაყო და დიფერენციაცია მოახდინო, რომ ესეთი სიყვარული შეიძლება და ისეთი სიყვარული არ შეიძლება. ადამიანებს, რომლებსაც მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის სურვილი აქვთ, უბრალოდ უყვარს და უყვარს ვიღაც ისეთი, რომელიც შენ ჩათვალე საჭიროთ, რომ არ არის ნორმა. არავინ არ იცის საიდან, ან რატო გადაწყვეტი, ან ვინ მოგცა ამის უფლება. ჩვენ უნდა ავუკრძალოთ მათ სიყვარული. მოგვედავებიან იმაში, რომ ამ კანონში სიყვარული არ არის აკრძალული, თუმცა მედიის საშუალებით ამის აკრძალვა ნიშნავს ამ შიშის და სიძულვილის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და შესაბამისად ეს გამოიწვევს კიდევ უფრო მეტ შიშს მსგავსი ფორმის სიყვარულის მიმართ. არ ვიცი, ჩემთვის პირადად უკვე საშიში არის, რომ ამ თემაზე ვსაუბრობთ. როგორ შეიძლება რომ თქვა, რომ ეს არ არის სიყვარული და ის არის სიყვარული. სიყვარული არის სიყვარული და ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე არ მაქვს საუბარი იმაზე, რომ აუცილებლად ყველა სპექტაკლი ამ თემაზე უნდა იყოს. არა, რა თქმა უნდა. ან აუცილებლად ყველა ფილმი. უბრალოდ მაშინ, როდესაც სიყვარულის რაღაც გარკვეულ მიმართულებაზე თუ არ ვიცი, ამას ვერც ვარქმევ სიტყვებს, იმდანაც აბსურდია ზოგადად ამ თემაზე საუბარი. რაღაცას ვკრძალავთ, ანუ მე ამ თემაზე გავჩუმდე და მხოლოდ ქალისა და მამაკაცის სიყვარულზე ვისაუბრო. ეს ხო წარმოუდგენელია უბრალოდ. ეს პირდაპირ მე თუ მხოლოდ ამაზე ვსაუბრობ, ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ მე ვჩაგრავ ყველა სხვა დანარჩენი სექსუალური ორიენტაციის ადამიანების სიყვარულზე ვამბობ უარს. ეს არის ჩემთვის ძალიან წარმოუდგენელი და მიუღებელი რამ და ყველაზე უფრო მეტად საშიშია ბავშვობისთვისაც ასე მგონია, იმიტომ რომ მაშინ, როდესაც საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა არის ბავშვების შიმშილი სკოლებში, ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ძალიან დიდი პროცენტი ბავშვებისა საქართველოში იზრდებიან მშობლების გარეშე, იმიტომ რომ მშობლებს უწევთ ემიგრაციაში წასვლა და ისინი არიან მარტოები. უამრავი პრობლემა, არც მათი უფლებებია დაცული, არც მათი უსაფრთხოება დაცული, არც განათლებაზე მიუწვდებათ ხელი, არც ჯანდაცვაზე და უცბად გადავწყვიტეთ, რომ LGBT პროპაგანდისგან უნდა დავიცვათ. ეს არის ისეთი წარმოუდგენელი ტყუილი უბრალოდ, მაშინ, როდესაც ესეთი ბაზისური პრობლემები აქვთ ბავშვებს საქართველოში, იმის ნაცვლად, რომ აი ამ დიალოგს ვაძლიერებდეთ, აქ გაერთიანებას ვცდილობდეთ, ერთმანეთთან უფრო მეტად დაკავშირებას და გვერდში დგომას და ერთმანეთის სიყვარულს და მიღებას ვსწავლობდეთ, იმის მაგივრად, რომ ვაძლიერებდეთ მიმღებლობას საზოგადოებაში, ვიღებთ კანონს, რომელიც პირიქით კიდევ უფრო მეტად ხლეჩს საზოგადოებას და აჩენს ძალიან დიდ უფსკრულს და ადიდებს სიძულვილს ერთმანეთს შორის. ეს არის ძალიან საშიში რამ ყველა ადამიანისთვის.